იყვნენ USAID ნეოს წარმომადგენლები 2014 წლის მიწურულს, რომლებსაც ჰქონდათ პროექტი სასათბურე მეურნეობის აშენების საზღვრისპირა რეგიონებში. დავწერეთ პროექტი ჩვენმა ოჯახმა, მოიწონეს და 2015 წლის აპრილში გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის შემდეგ რამდენიმე დღეში მოხერხდა იმ სასათბურე კონსტრუქციის და სხვა დანარჩენი მასალების გადამოცემა. მოხერხდა მოკრე პერიოდში ამ სათბურის აშენება და მალევე საშიტილის გადარგვა და გამოყვანა ენერგების. ამ ენერგიმა გაამართლეს სასათბურე მეურნეობამ და ამის შემდეგ გაჩნდა იდეა კიდე ამ სასათბურე მეურნეობის გაფართოების. გაფართოებას როცა ვაპირებდით, ამ დროს წამოვიდა პროექტი მეორე, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ დააფინანსა, ეს არის აწარმოება საქართველოში. ჩვენ ამის გარშემო დავწერეთ განაცხადი, დავწერეთ ბიზნეს იდეა, რომელიც მოიწონეს და დაგვაფინანსეს და თანამონაწილეობით 500 კვადრატი ფართობით კიდე გავაფართოვეთ მეორე სასათბური. შემოსულია ეხლა უკვე ნეოს მეორე პროექტი, რომელსაც ზრდა, რომელიც უკვე ითვალისწინებს იმ წინა წლებში გაკეთებული პროექტების უფრო გაზრდას გაფართოებას. გეგმავთ ჩვენ ამ პროექტების განხორციელებას და სასათბურე მეურნეობის უფრო უკეთესად მოწყობას და რა თქმა უნდა გაფართოებასაც. განსაკუთრებით იდეა სასათბურე მეურნეობის წამოვიდა იქედან, რომ საქართველოში დეფიციტი არის სოფლის პროდუქტების დეფიციტი, განსაკუთრებით ადრე გაზაფხულზე, გვიან შემოდგომით და ზამთარში, რომელსაც აწარმოებს სასათბურე მეურნეობა. ამ დროში შემოდიოდა სხვადასხვა ქვეყნებიდან ბოსტნეული პროდუქტი, რომელიც შედარებით ეკოლოგიურად უფრო ნაკლებ ხარისხიანია, ვიდრე საქართველოში წარმოებული. ახლა ჩვენი პროდუქტი, რომელიც ჩვენ ვაწარმოებთ, სანამ ბაზარზე გავიტანეთ, მანამდე ნახეს და აგემოვნეს და პირდაპირ მარკეტებმა და საზოგადოებრივი კვების ორგანიზაციებმა წაიღეს. ამიტომ ჩვენ საკომუნიკაციო ბაზარზე არც გავდივართ.